თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილის აფეთქების მომზადებაში ბრალდებული 26 წლის დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. დავით ხომერიკი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, საბოლოო სიტყვას 15 აგვისტოს იტყვის. მოსალოდნელია, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს იმავე დღეს გამოიტანს. თავის სიტყვაში ადვოკატმა შოთა თუთფერიძემ რამდენიმე დეტალი გამოყო, რომელიც მისი განმარტებით დავით ხომერიკის უდანაშაულობას ამტკიცებს. მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ჩვენებები კი წერილობითი მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება. ასევე ადვოკატის განმარტებით, წერილობითი მტკიცებულებები ოქმებში კანონის დარღვევითაა შედგენილი. იმის დასამტკიცებლად, რომ ბრალდება სამართლიანი და დასაბუთებული არაა, შოთა თუთფერიძემ ექსპერტიზის დასკვნა განიხილა, რომლის მიხედვით ხომერიკის ჩანთიდან ამოღებული ნივთები იმ ფორმით, რა ფორმითაც ის პოლიციამ მიპოვა, ასაფეთქებელ ნივთიერებას არ წარმოადგენს. ადვოკატმა დავით ხომერიკის ჩხრეკის ეპიზოდიც გაიხსენა. მისი თქმით, ხომერიკი ორჯერ გაჩხრიკეს. ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი მეორე ჩხრეკის დროს ნახეს. როგორც თუთფერიძემ განმარტა, თავად ხომერიკის ჩვენებაც კი, რომელიც იძულების წესითაა მოპოვებული, ამბობს, რომ ის ერთხელ გაჩხრიკეს. თქვენ გჯერათ, რომ დამკავებელმა პირებმა, რომლებმაც იპოვეს მოლოტოვის კოქტეილი დავით ხომერიკის ჩანთაში, დაკავების ოქმში, ჯერ დაწერეს, რომ გზაც კეტავდა და შემდეგ გაახსენათ, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი ჰქონდათ? კითხა მოსამართლეს ადვოკატმა. სიტყვის დასასრულს ადვოკატმა თქვა, რომ ერთადერთი ობიექტური, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება საქმეში დავით ხომერიკის გამართლება იქნება. 26 წლის დავით ხომერიკი 2 დეკემბერს რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ თამარაშვილის ქუჩაზე ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. პროკურატურის მტკიცებით, ხომერიკის ჩანთაში მოლოტოვის ბოთლები აღმოაჩინეს. თავად ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული ცეცხლგამჩენი ნივთები თუ ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.